ფერომედი რაც დავტოვე არის სულ რაღაც 2-3 თვე. მუშაობდი ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მედის თანამდებობაზე. ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია. ავალყოფებთან ფუსფუსი, დაახლოება, სიყვარული და სითბო. არ არსებობდა განსაზღვრული საათი ჩემთვის. კვირა იყო, შაბათი იყო, როგორც მოითხოვდა პაციენტის პროცედურების ჩატარება. არ იყო მედიკამენტები ზოგჯერ ისეთი, რომ მისი საათობით კეთდებოდა და გაცდენა არ შეიძლებოდა. ამიტომ შაბათი და კვირა მქონდა სულ დაკავებული. მქონდა ყველანაირი სახის აპარატურა, შევიძინეთ ბოლოს ბატონმა კოტე ძალიან გვერდში გვიდგა, შევიძინეთ ახალი აპარატურა, რომელზედაც იყო 5 აპარატი. კაბინეტში მიჯდა არ შეიძლება რომ არ გამამახვილო პროფესორი ადამიანი ეს იყო ბატონი ვაჟა ბაზღაძე. თუ რაიმე ჩემთვის იყო გაუგებარი, ან ეჭვი მეპარებოდა რამეში დიაგნოზი, რამე ზოგჯერ იყო შემთხვევა რომ პაციენტი მომართვის გარეშე მოდიოდა. და ეს ჩვენ რო გავიარე კვალიფიკაცია თბილისში, გვითხრა იქ ვინც ჩაივარა ჩვენი გამოცდა, რომ ეს თქვენ უნდა იცოდეთ. არის შემთხვევა რომ პაციენტი მოდის უმომართოდ. რაც საჭიროა გაუკეთე. ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ დავკითხე ვარ ბატონ ვაჟას, ისე არასოდეს არ გამიკეთებია მაინც პროცედურა. ასე რომ მიყვარდა ძალიან ჩემი ეს ფიზიოთერაპიული კაბინეტი. აპარატის გაკეთება იყო, შეკეთება იყო, თუ რაიმე საჭიროებას მოითხოვდა, მე მთავარი ექიმთან ამაზე არ შევდიოდი, მე თვითონ ვაგვარებდი ჩემს საქმეს. რომ წამევედი, აი ყველაზე მძიმე იყო ის დღე ჩემთვის. ვინც უნდა მოვიდეს ის გოგონა. აი ის დრო იყო, ის დღე იყო, რომ ვაბარებდი, ახლა რომ უხსნიდი, თუ რაიმე იყოს გაუგებარი, დამირეკავ და მოვალ ყოველთვის. შემოვიდა ბატონი კოტე, ჩვენი მთავარი ექიმი. ჯერ არსად წახვალ ლალი მითხრა, მე ამ სიტყვას ვერ დავშიწყებ და თუ წახვალ ჩვენთან იქნები სულ. და ძალიან მძიმე იყო, არ დამშვიდობები ვარ არავის ისე წამოვა. ჩემი კაბინეტის ეგის მეორე ოჯახი იყო ჩემთვის სამსახური. და ძალიან მე უკვე შევეჩვენენ და ძალიან გული წყდება, მაგრამ მაინც მირეკავს ჩემი პაციენტები, მიკითხავენ თუ ვინმე ალბათ ისმეს ახლა ჩემს სიტყვებს, ალბათ არ არსებობს, ვერ ვიტყვი რომ 1% ჩემზე უკმაყოფილი ყოფილიყოს. მინდა რომ იქ ვინმე გააგრძელოს მუშაობა და იყოს გააგრძელდეს მუშაობა, შეუცვლელი არავინ არ არის, ყველა ვიცვლებით. ახალგაზრდობა მოდის ახალი ენერგიით და მეც კიდე 74 წლის ვარ. 45 წელი შემისრულდება რაც ვიმუშავე 1 აგვისტოს. სანამ მათ დავიწყებდი მუშაობას, მუშაობდი საციხოუბანში, მედიტად კაბინეტში 19 წელი. ქართლის მუშამოსახურები ვემსახურებოდით, ძირითადი იყო პერიოდული სამედიცინო გადამოწმება, ყველა დამერწმუნება 1500 კაცამდე მყავდა უბანში. იტყოდა ხოლმე ზოგჯერ რომელი საციხოუბნის ექიმიო. იმიტომ რომ ჩვენ ხელში გადადიოდა ყველაფერი ეს რაც კეთდებოდა. ვადგენდით გეგმებს კალენდარულს, ფეროს მუშამოსამსახურებების თანამდებობის მიხედვით რა ჭირდებოდათ, რა გამოკვლევები ჭირდებოდათ, რა სპეციალისტებს უნდა დაავადებები გამოჩნდებოდა, საეჭვო თუ ქრონიკული, ამას ყველაფერს სიას ვადგენდით და თავთავის სპეციალისტებს, ვიწრო სპეციალისტებს გადავცემდით. პრობდავადება ჩამოდიოდა. და ძალიან რთული სამუშაო იყო. მაგრამ რომ მინდოდა რომ კიდე უფრო ახლოს ყოფილიყავი პაციენტებთან, იმიტომ გადავედი მე ფიზიოთერაპიულ კაბინეტში და გავაღე დაკეტილი კაბინეტი, რო იტყვიან ასე. დაკეტილი, წასული იყო ის ქალბატონი პენსიაში და პრაქტიკაც ვიცოდი, თეორიას და დავიწყე მუშაობა. რაზეც კმაყოფილი ვარ დღემდე. თერაპია არ არსებობს სხვა მკურნალობა ფიზიოთერაპიის გარეშე, ასეა ნათქვამი. ნუ ეხლა ჩვენებები ეს რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით და უკვე ჩვენებები რა არის ამ პროცედურების და ეგ რა თქმა უნდა ექიმი ნიშნავს პროცედურებს, ართროზები, ხერხემლის თიაქარი ეხლა ძალიან გავრცელებული დაავადება არის. ტრამის შემდეგი პერიოდი მონოფორეს ვაკეთებდით. ეროტროფორეს და რა ვიცი. მქონდა აპარატურა და ეხლაც კიდევ უნდა შეგვეძინა და შეიძეს ბატონი კოტე იმედია. ჩვენ ახლა ძველები ძალიან ცოტა შემოვჩით, 1, 5, 6 კაცი თუ იქნება. თორე ახალგაზრდობა მოდის და რა ვიცი, გვიხარია, გვიყვარს ყველას ეს ახალგაზრდები და უნდა იმუშაონ კარგად და დაიმსახურონ. როგორი თანამშრომელიც მე ვიყავი და ერთგული პაციენტისთვის, თანამშრომლისთვის, ერთგული დაწესებულებისთვის ისე ყოფილიყვნენ ისინი. ძირითადი მიზეზი ჩემი წამოსვლის იყო მეუღლე ქრონიკული დაავადებით არის, რომელიც ქარხანაში მუშაობდა წლების განმავლობაში, ბოლოს იყო დირექტორის მოადგილე პაატაცინადის დროს.
ძირითადი მიზეზი თუ რა კიდევ შემეძლო ვემუშავა ბატონი კოტე მომნოდა 1-5 წელი იყავი 1-5 წელი იყავი მაინც წამოვედი რა ვქნა ხო იცი ოჯახი ასია ასაკი მემატებოდა მაგრამ კიდევ უფრო მეტად მინდოდა პროცედურის არ იყოს პირველ პროცედურას რო გავაკეთებდი მეორე უფრო უკეთესი მინდოდა რომ ეკეთებია მესამე და აი ასე ფონდა ჩანერგილი გულში რომ ჩამწუდარიყავი პაციენტის ჯანმრთელ ორგანოში რა ასე ჩემი პაციენტები ძალიან მენატრებიან მაგრამ დღეს ეხლა თუ მიყურებენ ალბათ არ რიტორის სიტყვები არ არის ყველა იტყვის რომ ეს კარგი ქალბატონია და მადლობელია ჩემზე ყველა და მეც ჩემი კოლექტივით ყველა მიყვარს ყველას უყვარდი ვერ ვიტყვი რომ ვინმე მაწყენი ან მე ვაწყენია ვერ ვიტყვი არ მახსოვს ყველას უსურვებ წარმატებას ბედნიერ საქართველოში და მშვიდობიანში ცხოვრებას და კარგ მომავალს ძირითადი ჩემი სამუშაო არის ეს იყო ჩემი წინამორბედი ჩემი დედამთილი ისეთი მე არ ვარ აი სულ დანისწორით იღებ და სხვა ბალანსს მაგრამ არანაკლები მეც გავამწორე და გავამჯობესე ძალიან მიყვარს ჩემი ეზო დილის 2 საათს მაინც მე ვატარებ ეზოში თუ არა გადახედოთ ახლა არ ვაქებ მაგაზე უკეთესებიც არის მაგრამ რაც შეეხება ჩემ სამსახურთან და ამ ჩემ პაციენტთან სამშვიდობოს მაინც არ ამიშავს ვარ კმაყოფილი ყველას მოწონს რა ნუ თავიდან ახლა ვიყიდე ყვავილები არ მიყვარს ისა რომელიც მომეწონებოდა ყველა და ვამრავლებდი თვითონ და რამდენიც კიდე იმდეს ვაძლევებისაც მოწონთ და ვამრავლებდი რომ ყველას კონდეს ყველას უყვარდეს ვინც არის ის და შემოდის უკვირს ყველას რომ ძალიან მოწონთ